რა დონეზე არის რუსეთი ჩართული ოკუპირებული ტერიტორიების მართვაში, რა მექანიზმებით მართავს. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საჯარო მოხელე, რომელიც შავ საქმეს აკეთებდა. პუტინს ამ მხრივ უნდა დაუჯეროთ ხოლმე. ბევრი ამბობდა, ის ქალი იყო და კავკასიაში ვერ შეძლო ამ კაცებთან დალაგება. მაგრამ ამ ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობაც რუსები არიან, ხო? და მისი ფსევდონიმი რუსეთში იყო დობერმანი. თუ იოლად გადაყლაპავდნენ უკრაინას, მე რუსეთი ბუნებრივი ამაზე არ გაჩერდებოდა. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ინტეგრაციისათვის, ანუ დავთმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და გავხდეთ რუსეთის ნაწილი. ანუ მინისტრებთან გადაწყვეტილებები ამ ხალხს მიაქრა. ყველა სამინისტროში არის კაცი მოადგილის რანგში, რომელსაც ეს ევალება. იყვნენ ფიგურები, რომლებსაც შეეძლოთ გამხდარიყვნენ მეორე კაცები. უმჯობესი იქნება თუ ისინი დედა რუსეთს დაუბრუნდება და ჩავიდა სურკოვთან, რომ რაღაც შეეხვეწა, რომ გააჩერეთ ომეს. მაგრამ ეხლა ნახოთ ჩვენ ცხოვრებაში ეს რეალურად როგორ გატარდება. ბოდიშიც მოუხადა, რა ვიცი, რა აღარ ქნა. პუტინი რო აღარ იქნება წლების შემდეგ, ხო, რაღაც ფიზიკურად აღარ იქნება, პუტინიზმი მაინც დარჩება.